საერთოდ ასე ადრე იღუძებ ხოლმე? კი, 5-ზე. კაი არ გამომი. მე კიდე 5-ზე ვწვევი. ისე აუაზრო მომინდები არა. ხან მზეა, ხან თოვს. კარგი აბა. უი, მანანა. ისე იმასთან ახალი ხო არ გამოჩენილა ვინმე. არ ვიცი არ შემოჩნდეს. შენ დღესაც დავერი კიდე დადი? არ ვიცი. მადლობთ. Kolegami ska ta bra. Det har skjutit upp sig. Men det är det. Så computer sen datorn ner. Det är det. Pisa. Pisi. Čevi, dali, svi su. Kolegam sam su. Što to? Momec peh. Davir da sam volim. Sam da, ara mi. Sad to to ih dao. Slušaj, ne otaše hašega dele. Čekam ga misliha. Ona misliha. No le pegues nada, უნდა ვიბანაო მაინც არის. Scusi che devo vedere. Sașina vreau să mă. Kudma mipuța. Ada găsi la kudma. Șezare biga de dasavame. Samsung'e javan, çexen. Tota motosikleta ძალიან თხულა. დაამთავრებ ციგს და მოვწესრიგდები. აი ტრანს, კალი ხო? აი მოდი. მოდი რა ჩაიხედეთ. თენათარი გამოსაცრული მეგობრი. შუშები ხო ჩაგეყანა თავში? ჰა? ეს ხო გახსოვს ადღეა. ციგნს დღეს ამთავრებ, არა? ხო. და გვიგითხავ.
ხო. გავით ის საყოლა. დავიწერებ რა. მაკოცე. ხელზე კიდე ეწერ ხო? ხო გთხოვი არ დაეწერ მეთქი. ახლა რო არ დავიწერო, მავიწყდება. იყიდე რა რაღაცა ბლოკნოტი და იქ ჩაიწერე რა. გიჟი ეგონები რაღაცას. გადადი ამ ჩვენ საკანცელარიაში და იყიდე 1000 რაღაცაა. ბლოკნოტიც იყიდე და შენთვისაც რამე იყიდე, რამე ლამაზი რა. ზედა რაღაცა იყიდე ახალი და შემოწმასული. ეს მოშებულები არ მომწონს ასახაში. და კერდი თითქოს არ აგაქვს ისე ხარ. ძალით ევახეჯებ თავს ხო? დაიღო დეპრესია იცის? არა, პირიქით. პირიქით კარგია. არა, ბლოკნოტი არ მჭირდება მართლა. ვერ ვიყენებ. მავიწყდება ჩახედვა. კიდევ ხედავ სულ და რაღაც დეტალებს ვამატებ რომას. ბლუზა? მე ხანცალი. ხო. კარგი, ნაშენ მეგობრებთან ერთად სადმე წახვიდეთ, ცოტა გაერთო. წიგნს წერ. ბავშვებს ძინავთ? ხო. ესე შუშები. სერგი, თამა, მიდი ახლა ძაღლია ჩასაყვანი ადექით რომელიმე. ჩვენს გვერდით ბორდელია, ხო? ულაშებიანზე ამბობ? ხო, ვიღაცნა შემოიყვანა ეხლა. მანიაკია ვიღაცა კაცი. გამარჯობა მეთქი და ზურგი შემოქცია. გამარჯობა რამ გათქვამინა? რა ვიცი, წლებია ჩვენი მეზობელი. ხო, მაგრამ მე მაგალითად საერთოდ არ ვესალმები. კარგი არა, რას კითხულობ? ჩემი საყვარელი მწერალია. მე რა. ჩემ საყვარელ მწერლებსაც აქვს თუ წიგნები. რა ვიცი, მე თვითონ წერალი თუ მიყვარს, მე უკვე სულ ერთია. რასაც წერს ყველაფერი მომწონს. მე მეგონა ავტორები თავიანთი შემოქმედების მიხედვით უყვარდებოდათ. ხო, მაგრამ ხო შეიძლება რომ ავტორი როგორც პიროვნება უფრო გაინტერესებდეს, ვიდრე თქვათ მისი ნაწარმოებები. თუ შემოქმედება არ ვარ, არ გავარტყე ავტორს. თუ რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე არ არის. დედა ჩემი მომენატრა. ვარ ადამიანთხოვა, მეც მომენატრა დედა ჩემი. მეც. შენი დედა? ჩემი დედას და შენი დედას. და შენი დედას. და შენიც. მეც მომენატრა შენი დედა. მეც. მოიცი დღეს საღამოს ყველა სახლში გავაროთ. დღეს მიგითხავს. ამდენი ხანია თავოვაღებად წერს. მოვაჩვენოთ რომ თალე გვაინტერესებს. მე მართლა მაინტერესებს.
შენ არის? არაფერი საღებავია. მოღრუბული ქარიანი ამინდი, იპოდრომ. მიცარიელია ბიჭები გვერდი მისი. ის ასე არ შენიშნა. კაი, გიტო. ხოცა. შენებს რეუბნები დღეს. ისოდეს თუ შენ არ ეტყვი მე ვეტყვი. აუხსნე. არა მე აუხსნე რა პრობლემაა? რა პრობლემა როგორ არის? როგორ არის პრობლემა? რა პრობლემა არის კი? ხო და ხო ამბობ რომ განათლებულები არიან, ანუ ნაკითხიო, გოიმები ხო არ არიან? არა ხო. მოდი რა ჯობია მაგას. კაი. მანანა. შენ შედევრი დაწერე. შენ ხარ გენიოსი. შენ არ წაგიკითხავს ბოლომდე. რას ლაპარაკო, პირველივე გვერდიდან ჩანს რომ შედევრია. სახლიდან რა გამოვაგდო? უკაცრავად. გამოგაგდო? რამდენჯერ გითხარი გადმოდი ჩემთან. თუ გინდა დღესვე გადმოდი. უკაცრავად. მობილური გივე გაქვთ. ჰალო? როგორ ხარ? კარგად. ძალიან კარგ ფორმაში ხარ. ბატონო. შენ გასაღებ რატომ არ დაგაქვს? არ უჩვენე თუ გადიოდი დედა. ხანდახან დავდივარ ხოლმე. დაამთავრა? თითქოს ხო. კაი გამოვიდა? რა ვიცი. ხო. დედა, პალტა მომა. წაგვიკითხავ ხო ანუ დღეს? ხო. გამოვალ ხო. მანანა დაუძახეთ მანანა დავშვიდე ამანები ფაქტობ ნუ კიდე საქმეა საქმეა შემომიში დამიძახეთ მანანა ძალიან დაუძახეთ მანანა საქმეა აუცილებელი საქმეა მანანა ცოტა წყნარად შეიძლება არ არის კუნძი საჭირო რას ნიშნავს
მე მოვედი უნდა ძალიან ყვიროდეთ იცი. არა, როძინ აი ცოტა უხერხული. მანანა. რა ხდება რა შეასახ? ჩემი მეგობარია. საკანცელერიოს გამყიდველი არ არის? არა, გამყიდველი არა, როგორ გეკატრებათ. მე ვარ მფლობელი. კრიტიკოსი ვარ. ლიტერატურას ვცოდნე და მანანას წიგნის რედაქტორი. ნამდვილად. რა? რატომ მეჭხობა არ არის? მეც მეჭხუბება. არ ვიცი რა მეგობრობის. მოდი. არა, ჩვენ ამ ურთიერთობას მეგობრობას ვერ დავარქვით. ეს საქმიანი ურთიერთობა. მოკლედ, ამათ არაფერი არ იციან. ჯერ არაფერი არ მithქვამს. როგორ წინასწარ ხო უნდა შეამზადოს. მანანა შოქში იქნებიან გაგიშდი შენ რაღაცა ნელ-ნელა ხო უნდა უთხრათ არა? ხო, იცი ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ ასე მირჩევნია. ყოველგვარი მომზადების გარეშე ესე ჯობია. მართალია. დროსაც მოვიგებთ. შია. მარილაკლია. ესე იგი სიზმის სცენა არის ზღაპრული. როგორ აღწერ? აი ვკითხულობდი და წამიღო. ეხლაც ვერ გავიგე. მართლა წავიკითხე თუ სავარზოში ჩამეძინა და დამესისმრა. მამა. როგორ ხარ? ცოტა არადეკვატური ხარ ხარ? შეიძლება ამიხსნა რა ხდება? ის ნაცვლად ვარ მიიღო და არ ეჩუჩუნო ვიღაც უცნობ ტიპს. წავიკითხავთ და გაიგებთ რაც ხდება. რა უნდა გავიგო? რა უნდა გავიგო მანანა შეგეკითხები. აი ხო არ გაგიშ ძაღლი იყო გარე. ფანჯრისკენ ვიხედები და ვშეშდები. შუაზე გაჭრილი მზე ჰორიზონტზე ჩაესვენა, ფანჯარა ნელ-ნელა შავდება და მე ვეღარ ვძლებ სახისკანის ზედა ფენას ვიძრობ, როგორც ნიღავს და შემოსასვლელი კარისკენ გავდივარ. ამ სახლიდან უნდა გავიდე შავ მართკუთხედში, ში. ტახტზე სლიპინა მძორი აგდია ქმარი, ისე პრიალებს ვერ ვუახლოვდები, მისი ოდეკოლონის სუნის სიზმრებს მიწავლავს. წევარ ყოველ ღამე ჩასისხლიანებული თვალებით და ვსუნთქავ ჩემი ქმრის კანიდან აორთქილს. ჩემსკენ იყურება, თევზის თვალები გაეხა და იქიდან შედედებული ფირუზისფერი მლაშე წყალი გადმოეღვარა და დაიჩუტა და ისევ ჩემი ასალაგებელი გახდა კალათაში ჩავტენი უფროსის დასრულ საცვლებთან და უმცროსის შავი ამინისფერ წინდებთან ერთად ის ასწრებს ჩემგან გაქცევას თავს უშველა და ოთახიდან ზანტად გასრიალდა ამ სახლიდან უნდა გავიდე. ზაღლი შემოსასვლელში დალასლასებს, თავი ისეთი მძიმე აქვს იატაკზე დაათრევს, ჩაძაღლებას დღეებზე ჭიმავს სიბერე შარდაცდის, ოთხზე ვდგები და გამოწოვილი ძუძუებით ვაშორებ მეტლახზე შერჩენილ წებოვან ლაქას, ალბათ თაფლია ცისფერ ეკრანზე მიშტერებული ტუჩის კუთხეებიდან ჩამოღვენთილი ამ სახლიდან უნდა გავიდე, კარში გასვლისას ფეხი წამოვდე ჩემს შვილებს, იატაკიდან ამოზრდილებს სულ ხელს მიშლის ეს ორი სარეველა ფეხებს შიმენბლანდებიან, ერთი კოჭზე მეხვევა, მეორე ბარძაყამდე იქაჩება ფეხის უხეში მოძრაობით ორივეს ძირში ვწყვეთ გუშინ, როცა სამზარეულოში ვიჯექი და ყავას სვამდი ჭერიდან ჩამოიწელდნენ. ჩემს ყავაში ჩაეწვეთნენ, ზეთის რგოლებად მოედნენ და მოვსვი და წინაკბილებთან ფურთხად შევიგუბე მზის ჩასვლისას, დამრეც ჩრდილებად დაეცდნენ ახლად აკრულ შპალერს მეჩურჩულებიან ვაჭამო, მე კი ღაბაბი მძიმედ მკიდია, ვშიშობ სიმსივნე მეტასტაზებად იტოტება, პირი დავაღე და დავიწივლე, მაგრამ მათ ჩემი ხმის სიხშირე არ ესმით. დრო მოვიდა, რომ გვერდზე გადავიდე შავ მართკუთხედში, ში.
ულვაშებიანის ბინაში ბნელა, მაგრამ მისი კანის სიწითლე თვალს მჭრის ის ხუთ თეთრიანი ვარდისფერი სალეჭი რეზინია, ნერწყვით გადაზელილი გარბილებული საკლაპავში გადაცდენილი და კუჭზე აკრული. ხალი მედუზა 105 ყავისფერი ნაწნავით, რომლებსაც შემიკვნესა გველება დაგცევთ, იკლაკნებიან, ნიავი არხევთ, რიგრიგობით სრიალებენ ჩემს საშოში 1, 2, მესამე, მეორე, 29, მეხუთე, მეექვსე, მეცხრე, 40. ეს არის შედევრი. თქვენ არ გესმით და ვერც გაიგებთ. ეს არის მხატვრული ლიტერატურა და არა ავტობიოგრაფია. თქვენ არ იცით ადამიანის ბუნება, მისი ფსიქიკა. პროტაგონისტი და ავტორი თვითონ შეიძლება გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთნაირები არ იყვნენ. ნებისმიერი რამის წარმოდგენა შეიძლება, ნებისმიერის ფანტაზიას არ აქვს საზღვარი და თქვენ ჩარჩოებში ხეთხართ. რა ვთქვა წავდეს ახლა ვექედა რა. თქვენ ამ გოგოს დაღუპავთ. მანანას დაღუპავთ, კარჩაკეტოში ხართ, ვაკუუმში ხართ. თქვენ ერთნაირები ხართ სულ ყველა. დიახ, ხომ გითხარი, ვერ გაიგებენ ესენი მეთქი. ხომ გითხარი? ეგუნი ისტერიკაშია, მანანა უთხარი წავდეს აქედან რა. ეს არის ჩვენი ოჯახის საქმე, რამენერად უსხვა ადამიანები ეს ჩვენი ოჯახის საქმე არ არის. ეს ერის საქმეა. ეს არის ახალი ლიტერატურა. ეს არის ახალი სიტყვა. დიახ, ეს არის სექსუალური რევოლუცია. და ეს არის კარი, საიდანაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ. ეს არის პანჯარა, საიდანაც გისვით. თუ არ წახოთ აი ამ კარიდან, გასაგებია? შენ რა გაცინებს, იდიოტი, უთხარი წავიდე ჩემი სახლიდან. ვინა, იდიოტი? მანანა, აი იდიოტი. გადივეცი ჩემი სახლიდან, გეუბნები. ასად არ წავალ. აი აქ ვიქნები. მანანასთან, მანანას დამცველი ვარ. მართლა სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი რა. დედა შენ თქვი რამე. მე გქონდა დედა შენი გაქიშდა. წამოდი ერთ წუთი რა. შეგეუნები. საქმე მაქვს და წამოყევი. წავალ ცალკე დაველაპარაკე. მიდი. მადლობა. მანანა, ისაც ახლა შენ წაგვიკითხე, არის კატასტროფა. არ ვიცი რატომ მოვიდა ამიტაც რა. შენ თვითონ ვერ ხვდები რომ სული სიგიჟეა? მაგრამ ეს არ არის ავტობიოგრაფია. იდიოტი სიტყვას მეუბნები ძალიან თქულა. ვიცი რომ მეც გიყვარავ და ბავშვებიც მიუხედავად იმისა რომ წიგნში გძულვართ. ხო, მაგრამ თქვენ არ ხავხართ აღწერილი. ძალიან. ეხლა მითხარი ის აკენზული რო არის ის ერთადერთი ეგზემპლარია? ამობეჭდილი ხო? ელექტრონული ვერსია მარტო შენ გაქვს? ხო. ეხლა მოგესმენ. ვიცი რომ მიჩიარი ხარ და კარგად წერე. ეხლა მართლა ადვილი არ არის ახლა წიგნის დაწერა. გასაგებია. მაგრამ ეხლა მოდი რამე ახალი დაიწყე რა. რამე სხვა ნებისმიერ თემაზე. ის უთხარი თუ გინდა შენი იყოს, შენ ვერაც მძინავს ყუთში. თუ გინდა საჭმელსაც თუ მოგვიმზადებ, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ ამას და დავალაგებთ კიდევაც. შენ იყავი შეთვით და წერე წყნარად, რამდენიც გინდა. აიგე? როგორ აგიხსნები? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთს მაინც წაიკითხა თავიდან ბოლომდე. ერთმან წაიკითხა უკვე თავიდან ბოლომდე, შენ რომ მეგობარო და სულ გენიოსი გიძახა. გამოგებინე ერთი. გვერდზე ულაშია თან გადასვლა და ეს ნაწამებთან სექსი რა არის, ამოგაფიქრე. ვიცი, სასაცილოდ მომეჩვენე. წარმოვიდგინე ჩემს ადგილას ვიღაც ძალიან უბედური ქალი რომ ყოფილიყო. და ეს გაეკეთებინა, რა რეაქცია ექნებოდა თქმარს და შვილებს, აი სრული შოკი. მერე წარმოვიდგინე როგორ განვითარდებოდა ამ ქალის ცხოვრება. და რით დამთავრდებოდა. მაგრამ ფინალი მაკლია. რაღაც ფინალი არ მაქვს, რაღაც მაკლია. რაღაც მაკლია. გასაკეთებია. შენთვის ეს არ მომიყოლია, ხო? რა? ყველაფერი აი აქ დაიწყო, მას შემდეგ რაც ეს კაფელი გამოცვალე. ერთხელ ვდგავარ, ბანავ და ვხედავ მარტინის ჭიქას. ნახე, იმ ტიპსაც ესეთი ჭიქა ეჭირა ტალინში. თუ შენთვის არ მომიყოლია ეს ამბავი, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს? ბანავ და ვხედავ მეორე მარტკუთხედს. ნახე, ორი ტიპი ერთმანეთს კოცნის. ერთ ფორმაცია ეს თეთრი ქუდი და თეთრი წინის საფარი და თავი აქვს გადახრილი. მეორეს კოცნის, ნახე? და აი აქ ვიღაც მიდის იპოდრომზე. ნახე, კადრია. შეხედე და აი აქ. ნახე, შეხედე. აი აქ ქალი დგას ზურგით, თმა აქვს უკან შეკრული, ესე ბუდესავით. და მეორე ტიპს ელაპარაკება და ამის ყველა ნაკვთი, ნახე როგორ არის გამოკვეთილი.
და აი აქ ცოტა შორიდან თუ შეხედავ აი ახლოდან ჩანს ეს სახე შეხედე ნახე და აი აქ იყო მეცე აი აქ ტიპი მიდის ქუჩაში ხედავ ნახე როგორ მოძრაობს ცოცხალია ნახე შენ გაგიჟდი საპონალო ხარ ჰალუცინაციები დაგეცე მოდი ერთი წუთი არ მაინტერესებს მანანა რამდენჯერ უნდა გითხრა გადმოდი ჩემთან საკანცელარიაში შენი ოთახი უკვე მზადაა ფურცელიც იქაა და საწარგალამიც გადმოდი არ გესმის ჩემი ხორთო კიდე ჩანდო მანანა როგორ მარნიაკი ვიწერდა ცუცუთი აი ესე რო გვიმოდავ რაღაცებს გეთქვა თავიდანვე და ჩვენაც გეტყოდით და ამდენ დროსაც არ დაკარგავდით ხო მე გავიყიდე შევიდეთ რა დაანები თავი ჩავწევათ მოგენატრა ხო? ჩემი პუნქტა ლოგინი. რა თქმა უნდა, ამდენი ხანი მტაღზე. თავიდანვე რო თქო დედაშენ სასწრდა, ხო დაუწავდი ეგრევე რა. ხო და იცოდა რომ დაუწავდი და მაგიტომაც არ გითხრა. რა საკეთებ, გადაიწვება. გაგიჟდი? ყინავს. გაიგინები შემული რა? მანანან გგალ. რა? ასე ქვია ერთ მითოლოგიურ არსებას ფილიპინებში. ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ღამეს საშინელ მონსტრად იქცევა. და შუაზე იხლიჩება. წელს ქვემოთ ნაწილს ტოვებს. ტორსზე ესეთი უზარმაზარი მემბრანული ფრთები ამოსის, აი ღამურას რომ აქვს ესეთი. და სანადიროდ მიფრინავს. სისხლს სწოვს ძირითადად ორსულ ქალებს. და ემბრიონებით იკვებება, რა საშინელი არსება. ესე ტიკ-ტიკის ხმას გამოსცემს. და როცა მსხვერპლს უახლოვდება, ჩუნდება. ბავშვობაში ძილის წინ ზღაპრების ნაცვლად მითებს მიყვებოდა. დედა ნამარსების განსაკუთრებით მეშინოდა. მოკლედ დამესიზმრა, რომ ერთ არსება ვიყავი. ღამე აი აქ გამოვედი მაივანზე და შუაზე გავიხლიჩე. ეს ჩემი ქვედა ნაწილი აქ დავტოვე. ხრებზე უზარმაზარი ფრთები ამომივიდა და
სანადიროდ გავფრინდი. ულამაზესი ფრთები მქონდა. გამჭვირვალე. სქელი ძარღვები მთვარის შუქზე მიჩანდა. დავფრინავდი და ვნადირობდი. უცნაური შეგრძნება მქონდა აბსოლუტური კომფორტის და ბედნიერების. ძლიერად ვიქნევდი ფრთებს და საადამიანურ ხმას გამოვცემდი, ახლაც დაძაბული მფრთელი ყელი. მაგრამ სანამ მე ვნადირობდი, თქვენ აივანზე შემოიპარეთ. მუჭები სავსე გქონდათ მარილით. ფრთხილად მიუახლოვდით ჩემს გადაჭრილ ტანს, რომელიც ესე იდგა აივანზე და მარილი მოაყარეთ. ხორცმა საზარელი შუშხუნის ხმა ამოუშვა და ამოიწვა. მოვტრიალდი და გავფრინდი. ტიროდი, ვიცოდი რომ მოვკვდებოდი, ვიცოდი რომ ცოტაც და ძალა გამომეცლებოდა და ძირს ჩავარდებოდი რაღაც საშინელი ყვირილის თუ ყივილის ხმა ამოუშვი. ხმა არ გესმოდა. ძილში არ ვყიოდი. მანანამ გალ. არა ეს სასაცილო. მაგრამ სიზმარი ამით არ დამთავრებულა. არ მაინტერესებს. რა ხდება? მამა, რა ხდება? მამა. დედა შენ შემაშინა. რაღაც საშინელი სიზმარი ვნახავს და მომიყვა. გიზგავდა. თან ისე მიყვებოდა. ხმა ცხონარი ქონდა. მithom რაღაც არსება ვიყავი და სისხლს სვამდიო. მithom ორსულ ქალებზე ვნადირობდი. დავფრინავდი. და ამ დროს ძალიან კარგად ვთქვი თავს. ეუბნები, სრული სიგიჟე მომიყვა. არც რა ვიფიქრო, ახლა გავაკეთე. მოხდა რამე? არაფერი, მამა. დღეს ერთად ვისაუზმოთ, ხო?
წავალ რაღაცებს მოვიდა. არ გინდა რა დარჩი. არამე ჩვეული ვარ ამ რიტმს. მანანა შენ ფოტოს ვთხოვენ გჭირდება გამომცემლობაში გამომცემლობაში? ო ნიშანი მომეცი თუ არა იმ წუთში ავირბინე დაიტოვეს რა? გზე რო ასლი არ მომიცია ნიშანი. არ გახსოვს ალბათ ნუ რა მნიშვნელობა აქვს მოვკვდები და ამ წიგნს მაინც დავბეჭდა მამა შენ რას ამბობს თარგმნის მამა ჩემი სულ მომეწყდა. არ ვიცი ვკითხავ. ხო დღესვე გადაიღე ფოტო დარწმუნებული ვარ წიგნს დაგვიბეჭდავენ ვანრის რა უსხრა? და ბავშვებს მანანა ჩვენ ხომ ვიცოდით ასე მოხდებოდა ჩვენ ხომ მზად ვიყავით ამისთვის სხვა ვარიანტს არც კი უშვებდით კი ვუშვებდი. შენ შედი გზა გაქვს ახლა მათზეა დამოკიდებული გვერდზე დაგიდგებიან თუ არა მე ვგრძნობ შენს წიგნს მის ფურცლებს მის სუნს შენი წიგნი არსებობს მაღაზია ღია მაქვს ფოტო გადაიღე
აკერა კარმა გადმოგაგდა. გადათარგმნე? დიახ. და რატო მამა? ხომ გითხარი საჩქარო არ არის მეთქი? წაკითხული გაგესიგნი. არა? ხამეებს ვათერებდი. ასეთი სიამოვნება არც ერთი ნაწარმოების თარგმნისას არ მიმეღია. ხო ვიცი როგორი თანამედროვე ტიპი ვარ, მაგრამ ასეთი გარყვნილი ავტორი არ შემოხვედრე. ტექსტი რამდენადაც გენიალურია, იმდენად ბილწია. კალია მწერალი. არა. შეხვედრა მინდა. შეკითხვები მაგარი რაღაც ეპიზოდების თარგმნასთან დაკავშირებით. ხომ შემხვდება? არ დავკავშირებია ჯერ. კი, შეხვდება. ჯერ ფინალი გამომიგზავნოს. ხო გამომიგზავნეს. კი. ძალიან გახდი. კალე გამიჭირვალა აქ წარღვევი ვიჩავს. არჯა. შენს გახდი? არჯა? თოდი ხოში ხარ. ჯერ ვერ შეგეკითხა და მიპასუხე. არ გიფიქრია მომბლელზე? რატო ეკითხები? რა შეიძლება თქვენ რომ ჭირდება? რა გეცინებს? არ გიფიქრია მომბლელზე? გადი რა. გადავიდე მალევე მომუშაო. რაღაცები მოგიტანე. არ მინდა მეთქი ადამიანო, არაფერი გადასწარებად უვლით და წატირო. ზედა. მოდი, მოგახარე, მოდი. არა, იყოს გავს. აი ახლა უძნო ფოჯახს. მოსწამ. ხოლმე ასევე საუბრობთ ხოლმე. ყველა მერტად მაგიდასთან. დილით ცოტა ადრე ავდგა. არის რაღაცა მერტად ჭამაში. მიწის რა? არა არის მამა მიწის რა. არა. მამა. ნახე, ახალი აპლიკაცია და გაჩვენებს როგორი იქნება სტიპენდი. საშენ შენ ხარ ეს? მაშინ როგორი აქედა. აუ მიდი მეც გადამიგარა. აბა, ამას რა ქვია? შემოხედე. აბა, მიყურე. რა ქვია? მიწის რა. მართლა? მიწის რა. დაასხოთ მიწის რა. არ ვიცი, რაღაც სკოლასთან გახსოვს ახალი საცხობი და მამა შენთან იყავი? ხო. ისე თუ რა საკუთმონდა? შეხედე. ისე. როგორ არის? კარგად. რამდენი ხანი არ გვინახავს, მეგონი ჩვენც აღარ ვახსოვეთ. მე შენთან რაღაც საქმე მაქვს და აი ცა დედა, მოდი. მოდი. არ მინდა. არ მინდა, არ მინდა. გაანებო. არ მინდა. ხო გთხოვე არა? წამოდი. შეაშურე ხო ხედავ არსებობს ხოლმე. აივანზე გადავიღოთ ხო? წამო მეორე აივანზე გადავიღოთ მაშინ. არა, აქ მირჩენია. არა, წამო იქ უკეთესი განათება. წამო. მოდი. აი, ცოტა აი ეგრე დადექი.
აბა, აი იქით გაიხედა. იქით გაიხედა. არ მოიწყინო საყვარელო. დღეს მალე მოვა. ფოტოები ისწრებს უნდა. რა ვიცი, Facebook-ს გავაკეთებ. ნაგებია. ახალგაზრდებს გაიცნობს, თუნდაც გახალისდება. გავწებულია, წავიდეთ ფეხით. დამელოდე. შემოდი. თელი ღამე ვღებავდი. ჯერ კიდევ სველია. წითელი რატო? ალო. მამა, მე ვარ დარჩა ტელეფონის სახში. მამა, ჩქარა მოდი რა. არა, უბრალოდ მოდი ჩქარა სახში. გაგინდა. საკუჭრაო. გადი ჩემ მაღაზიაში. ძინავს. სად არის? ძინავს. უცავინ. არ შეხვიდე. არ შეხვიდე. არ გააღვიძა. ანანა. ანანა. მაზილი აქვს. გადი აქედან. ჩემი მაღაზია. გადი მეთქი აქედან. ჩემი მაღაზია არ გავალ. ანანა. საკანცელარიოში გადავედი დედა. რა არის? გიხვეწები ნუ ვიცინი რა ისე და ძლივს ვაკონტროლებ საკუთარ თავს. უბრალოდ ადექი და წამოდი. წამოვალ ოღონდ მერე.
დრო მჭირდება წერ. ასე. რამე ახალს? ხო, ახალს. იტყუები. როდიდან დაიწყო ტყუილები? მულ არ მაინტერესებს, რაც გინდა ეს დაწერა, უნდა სახში დაწერა. არა, სახში ვერ დავწერ. ლოჩი გადავა. შენ იყოს ეს საძინებელი და რაც გინდა ესქენი. საძინებელში ვეღარ დავწერ. ვერ აგიხსნი. სხვა ადგილი მჭირდება. გარემო, სხვა ოთახი. ისე ვერ დავწერ. იგივე ადგილას ვერ დავწერ. ბინას გიქირავებ. სადაც მეტყვი იქ. იქნები აბსოლუტურად მარტო. თუ ბავშვების ან ჩემი ნახო მოგიდებ მოხვალ. თუ გინდა საერთოდ ნუ მოხვალ, უნდა ახლა აქენა წამოდი და თავს ნუ მწრიმ სამეზობლოში. სხვა რამეა. სხვა ნაწილი. აქ უნდა ვიყო წერის პროცესში. ისე არ გამოვა. შენ სულ გამოსტერდი? ნუ იგიჟიანებ თავს რა და ნუ იგონებ რაღაცას. წამოდი მეთქე სახლში გეუბნები. ფრანც კაფკა ან ვიღაცა მსგავსი რომ კიდევ გავიგებდი ამას მაგრამ რაღაც იაფასიან პორნოს წერდა თავი გენიოსი გონია. ახლა ხალი ხარ არ ცხენია. იმის გასწოთ რომ ბავშვებს მიხედვა მათზე რაღაც საზიზღობებს წერ. ბიჭები არ იმჩნევენ და შეგონია მათზე საშინელება არ მოქმედა. ან ჩემზე არ მოქმედა. სამკურნალო მგონი ხარ. ჩვეულებრივი კიჟი. მაგრამ ახლა თუ ადგები და წამოხვალ შევეცდებით დავივიწყო ყველაფერი და ისე გავაგზავნოთ თანაცხოვრება თითქოს არაფერი მომხდარა. ხომ ცადეთ ერთხელ და ხომ გამოგვივიდა. ხომ კარგი იყო დღეს დილით ერთად საუბრობა. არა? თუ დილით უკვე აქეთ გადმოსვლაზე ფიქრობდი და რაღაც გეგმებს აწვავდი. ფული ავიღე შენი ხცაფულიდან. ვიცოდი. ფული დაგიბრუნებ, აი ნახავ. კიდე დამენისლავე. არ მეცინებო. გაჩერდი ახლა. მალე გაჩერდი. მაღაზიამდე დავკეტო. ვიგე. სახლში ვარ წასასვლელი. ღიას ვერ დავტოვებ, მაღაზიამდე დავკეტო. მაგრამ გინდა ახლა დავრეკო ფსიქიატრიაში და გაგოჭილი გაგაცრივე აქ. გინდა ახლა გაჩერდი ახლა და წამოდი სახლში. მაგრამ წამოდი სახლში. მე რჩები ანდრე. იცოდი ახლა თუ დარჩები. ჩათვალე რომ ოჯახი აღარ ყავს. დამთავრებ სამუშაოს და გადმოვალ ისევ. არა. ან ახლა გადმოვალ. ან ვერასოდეს ვეღარ გადმოვალ. კარგი რა. ნუ იცინი, საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ. გაიგე? სუპტა მამა შენი ხუშტი ხარ. შესავით დარტყული დედაშენივით. მაპატიე დედაშენი არ უნდა მეხსენებინა. ესე გირჩები ხო? ვერ გავიგე, თუ არა? ხო. პოლიციას გამოუძახეთ. მანა.
გვეშველა. ჩათვალე რომ ოჯახის წევრები ჩამოვიშორეთ. მანან არინერულ უყვარხარ. რაქნას უბრალო კაცია დაბალი ინტელექტით. ნუ გეშინია საქმეს მიხედე. მე მაღაზიას დავკეტა. ეზოდან გასვლა თუ მოგინდა გასაღები. მე პატრონე რომელი ხარ? გისმენთ, ეხ მე გახლავართ. თავისუფალი კომპიუტერი გააქვთ? აი 10 წუთში გამთავისუფლდება და შეგიძლიათ დაეღოთ. ეს პრინტერი? პრინტერიც მაქვს. აი აქეთ დავიწყე. საზეირნოთ მეგონა. მანანა. მაღაზია ადრე უნდა დავკეტო, საქმეები მაქვს. ეზოს გასაღებს მაგიდაზე დავტოვებ, კარგი?
ბოდიში დამაგრიან და უკაცრავად. არა უშავს, შეგიკვეთეთ უკვე. აი ეს წვენი მოგეწონება. სხვა ხარ მინდა. ნახე გასინჯე. არა ცხელ ჩაის დავლებ რა. კარგი. ჩაი. შავი. ოცხელი ხო? ცხელი ხო. აი ეს ახალი ეგზემპლარია. ფინალი გამტარებულია. მირთვი რა გეჩქარება. მოვდუმდეთ ცოტა. ნუ კრი. მოდი პირდაპირ გეტყვი პასუხს, კარგი? პასუხი იქნება არა. რა უფრო სწორედ ვერა. ამას ჩვენ ვერ გამოვცემთ. მაგრამ არანაირი მაგრამ, ნუ კრი. ეს რბილად რომ ვთქვათ, ეს არის როგორ გითხრა? პორნოგრაფია. უხამსი გაღწნილი ტექსტით. აი ეს არის ეს. არ გამაგიძო რა პორნოგრაფია წაიკითხე? ხო, წავიკითხე ხო. არა, ბოლომდე წაიკითხე. წავიკითხე ხო, ხო. რას გამოგიზამე წაიკითხე? წავიკითხე ხო, ბოლომდე არა. რამოდენიმე ფურცელი წავიკითხე, მაგრამ ისიც საკმარისი იყო, იმისთვის რომ ცოდნო და ამას გამოვცემი ხო არა. ცდები? მე ხო, ცდები. არა, ნუ ახლა შევფიქრობ ასე, მე ასე არ მგონია. არა, მომისმენი შენ ნამდვილად ცდები, აქ არის. რატო? ახლა მომისმენი, აქ არის. 150 გვერდი ძალიან ხო, ახლა მე მოვიცდი და შენ დაჭიქე და წაიკითხე, ჩვენ ხო მეგობრები ვართ. 150 გვერდია, უცბად წაიკითხავ. მე საყვარელო, მე და შენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. მეგობრები თუ არა, ნაცნობები მაინც ხო? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ წლებს და ბოდიშს გიხდი, მაგრამ აი ამაში მე დროს ვერ დავკარგავ. ძალიან გთხოვ. და მით უმეტეს რომ ვიცი, ჩემი დამოკიდებულება ამის მიმართ არ შეიცვლება ბოლომდე რომ წავიკითხო მაინც. ეს არის შედევრი. ეს არის შედევრი? ხო, ეს არის შედევრი, კარგად გამიგე ეს. შენ ის რთულია. რატომ? ეს რა სხვა კუთხით უნდა შეხედო. რომელი იქნება რა? შენ შეჩეული ხარ, იმიტომ შენ და რაღაც იდიოტობებს რომ მოიტანენ და რაღაცა იდიოტობებს რომ ბეჭდავენ. შენი გამომცემლობა ბეჭდავს ყველაფერს, გასაგებიც ხო, ვერა ხო, ახლა შენ რო შეურაცხყოფებზე გადადიხარ, ახლა ვერატყობ ამას? ჩემი გამომცემლობა იდიოტობებს ბეჭდავს? ნუ ახლა ეს არის შედევრი, ხო? ხო, სიმართლეს და შეხედო თვალებში ხო მართალია. აი, მაქვს რომ ეს სიმართლე არის მხოლოდ შენი სიმართლე და არა ჩემი და ნინოსი ან კიდე ვინმე სხვისი. ხო, რა? ხო, აბა რა? ხო, აბა რა, სიმართლეა, ხო. და იცი რა. ნუ მომისმინე. მე ერთი თვეა ყოველდღე დავდივარ გუშინაც ვიყავი, გუშინ წინაც გამომცემლებთან. და რა? იცი ბოლო რა გითხრეს ხო? რა გითხრეს? ბოლო გამომცემელი შენახარ, გემუდარებ. ანუ არ იგითხრეს ხო? აი ხო მხედავ რა? ხო, იქნებ დაფიქრდე და მიხვდე, რომ ეს შენი სიმართლე, რომელსაც შენ სიმართლეს ეძახი, არის უბრალოდ ტყუილი, ხო? როგორ შეიძლება სიმართლე დაარქვა იმას, რაც რისიც მხოლოდ შენ წამს და სხვა ამას არავინ არ იზიარებს? რას ნიშნავს არ იზიარებს? მე ხო მარტო არა ვარ. რას ნიშნავს? როგორ ჩემი ავტორი მე, რას ნიშნავს მარტო? ავტორი არ გადამრიო რა, ავტორი ეს ავტორი კი ავადმყოფია ვიღაცა. აი ავადმყოფია. სხვა სიტყვას მე ვერ კარგი ხო რა ტირო კარგი. კარგი რა, ავადი რა შვები ახლა? რა არ გაგვიბრაზდე ახლა? მივდივარ. სად მიდიხარ? სახლში. გაგიყვან შორს ცხოვრობ? შორს ცხოვრობ, მაგრამ ახლოს რომ ცხოვრობ და შენი გაყვანა არ მინდა. კარგი. და იცოდე შენ ინანებ ამას. აი ჩაი მაინც დაგელია, ჩაი.
რამე. აკასაზრომია. მოდი. Filad. აი ეს არის რა. ეს არის? აი ნახე. მშვენიერია. იყო თავის დროზე მშვენიერი. მაგრამ ახლაც კარგად მუშაობს ყველა ნაწილი. ხვალდი და სწავლებ მაშინ. კარგი, ხვალდილით შენთან იქნება. დიდი მადლობა. კარგია. მაგარია. ძალიან კარგი. გამოგვადგება რა. მოდი. მოდი. აჰა. მოდი. მოდი. ხელში რა გაქვს? გაშალე ხელები. გაშალე ხელი. წადი და აქ მეორედ აღარ დაგინახო. დროზე. მიდი, შედი ახლა. გამარჯობა. ივოცავთ არის. გავიხადოთ ახლა, გავიხადოთ. აი მე ვიждები ახსახმე და რამდენი ფერი მანანა. საკითხებზეა და მალე მოვა. შედი, მიდი. ვა, ეს ვერ მოიყვანეს რა. შვილი-შვილია, მიდი ბაბუ. შევზადით. ვინარი? დედა შენის მეგობრები მოვიდა და მიდი გავუტანე მე ახლა. რა გაუტანო? არაფერი აქვს. რაღაცა ნამსხოლი მოვიტანეს და მიდი გავუწყდეს. დედას დაბადებით დღე იყო გახსოვდა? კი. დიდი მიხდეს მომს. აი დედაზე რა უთხრა? საკითხებზე რა თქო უთხრა? საკითხებზე ნიშნავს რომ მალე მოვა მამა. ვიცი, მიხედეს მომს მიდი. სად იყავ? ბატონო. მანანა. გისმენთ? ой, არ მახსოვდა. მადლობა. თუ დავაგვიანე დაკეტა.
მოვიდა მანანა. მეგო. გამარჯობა მანანა. გილოცავ. დაბერდი ჯიგარო? მანანა, გილოცავ. ერთი წუთი ვაცავთ. მანანა წავედით საქმეში. შედიღაც. რანაირად მოხდა რას გავხარ? გასტრესხი ხარ თავდემონოდა. სარგეში აღარ ვიყურები საერთოდ. წიგნს წერ. რაღაცებს ვიკვლევ. არ მაინტერესებს. კლდეზე ავცოცდი და დამიცურდა. არ მაინტერესებს. დავისვარ. არ მაინტერესებს იგი. მიდი ხო და იბანავ. მოწესრიგებული გამოდე შეესტუმრებ. იგი? შენი ვერაფერი ვერ ვიპოვეს და ჩემი კაბა მოგიტანა. თუ მოგერგება დაიტოვა. აბა, წამოვიდა. აი ეს ხილად. მოიცა, შესკე. აი, შესკე. აჰა. აბა, ჩამოუში. Stop. კიდე ცოტა ჩამოუშვი. კარგი. აი. მადლობა. ეს რა არის? დაბადების დღეს გილოცა. დავიანებით. კი, მაგრამ ეს რა არის? ნათესავა მაჩუკა. საბეჭდი დასგა. ჩვენი გამომცემლობა გვექნება. შენ ბეჭდე რამდენიც გინდა, არავინ შეგვაწუხებს. შენ წერე და მე ვბეჭდავ. არავინ შეგვაწუხებს, ჩვენთვის ვიქნებით. რასაც გვინდა, იმას დავწერ და დავბეჭდავთ.
უკაცრავად. დავრეკავ თუ შეიძლება. Алло. Мама, როგორ ხარ? ხო, დაამატა რაღაც დეტალები და გადმოგიგზავნა. ხო, დაურეკე ხვალ დღეს გუგვიანა. ჩაიწერე და How are you, Herr Anselmus? With the most ruffled tone, Anselmus replied, "Oh, Herr Conrector, if you only knew what strange things I have been dreaming. Quite now, with open eyes, just now, at the wall of Elder's tree. At the wall of Blinsky's garden. You wouldn't take it amiss of me that I am a little absent or so. Herr Anselmus, interrupted Conrector Pullman, I have always taken you as a young, solid man, but to dream with your eyes open, and then all at once to start up and try to jump into water. This begging your pardon is what only fools or madmen would do."
მანანას ძველი დღიურები გადმოვალაგე გუშინ და მოვიტანეთ დაბადების დღისთვის. დაგვიანებით. ბავშვობაში სულ წერდა. ისე მოხდა, რომ აქამდე ერთს ამიკითხავს. დედამის ჰქონდა დამალული. ერთი ისე მომეწონა. კენტავრზე უწერია და გაფორმებული აქვს თვითონ ჩანახატები. კიდევ თამაშს წაიკითხეთ. რაღაცებს აღმოაჩა. აქ რას აკეთებ? სად არის? წამოდი გადახო სადაც არის. აი იქ არის, საკანცელარიოში. ბატონო გისმენთ დიახ მანანა მამა შენი რეკავს ავტორი მინდაო შეხვედრაზე მოველაპარაკე დიახ გისმენთ დიახ მე გახლავარ კარგით Kaçırdık da olur. Kargit dedi mi adloba? Kargatıp zande bodet. Unda vibano. Saazı ჩემთან სახლთან კაფეში მოვიდეს.
არ უნდა იბანო? ავტორი. თარგმნელი. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ. ეს არის ყველაზე თამამი და ღრმა ტექსტი ყველა იმ თანამედროვე ტექსტებიდან, რაც ამ ბოლო პერიოდში წამიკითხავს. არაორდინალური თხრობის მანერა გაქვთ, არავის და არაფერს გავს. ამ ტექსტით ახერხებთ ადამიანის არაცნობიერის ყველაზე ღრმა კუნჭულებში ჯაძრომას და იმ რაღაცის ამოჩიჩკვნას, რასთანაც თუ ვისთანაც თვალის გასწორების ყველას გვიჩვენია. თავარი პერსონაჟი ეს ქალი ძალიან საინტერესოა, როგორ ტრანსფორმაციას განიცდის. ჩვეულებრივი დიასახლისიდან ხდება ეს რაღაც მონსტრი, ნამდვილი მტაცებელი ვამპირი. ქმარი ძალიან საინტერესოა. და ეს მაღაზიის მეპატრონე და დედა, რომელიც თან არის, თან არა. აჭრდილივით დაყვება და თითქოს მართავს. საინტერესო ხაზია. მაგრამ მამის პერსონაჟი არ მომწონს. ედომ არის ესეთი უსუსური. ვერ ხვდები რადგან ფიგურირებს საერთოდ რაც აკეთებს მისი არსებობით. არ ემსახურებს ეს რომანი ასეთ სუსტ. ეს სულებს. მოდით ვცადოთ, ერთად მოვიფიქროთ. აი თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ, როგორ აკლია ამ ქალს მამის ყურადღება ბავშვობიდან დაიწყო ეს პრობლემები და არა მერე. სიყვარულის და ყურადღების ნაკლებობა, მიზეზი იმის, რომ ეს ქალი ბოლოს მონსტრად იქცა. ალბათ მამა არ ინტერესდებოდა მისი არაფრით. თავისი საქმეებით იყო მოცული. ერთხელაც კი აცია სამუშაო მაგიდიდან თავი და ხედავს. გოგო უკვე ქალია და შეყვარებულია ადამიანზე, რომელიც მას არ შეეპერება, რომელიც ვერასდროს გაუგებს, რომ დაიტანჯება, მაგრამ არა. წავიდა. ჩაიკლა ეს პირადი სურვილები და მთლიანად ჩაიძირა ოჯახის საქმეებში, მაგრამ ამ შეკავებულმა სურვილებმა ბოლოს მაინც ამოხტკა. არასწორ დროს მოხდა თვითრეალიზება. ამიტომაც მიიღო ამ ყველაფერმა ასეთი მახინჯი ფორმა, ლამაზი ტრედი არ გაფრინდა. გაფრინდა ეს რაღაც მონსტრი არსება, ღამურას ფტებით ურჩკული. მაგიტომაც ჩაეშვა ეს ქალი პირდაპირ მნიშვნელობით ტალახში, ლაფში ამოისურა ერთი თხოვნა მოვსწრებდა. უნდა გთხოვოთ, რამდენიმე ადგილი შემოგდეთ. არა. დავიჯერეთ ამოიღეთ ნაკლებად გააღიზიანებთ ვკითხვას. არა, ნაკლები ყველაფერი ცუდია. გადაჯერებულს თუ დააგალდება, შედეგი უკეთესი იქნება. არა. თქვენს ადგილას ინტიმური კავშირის სცენას ამოვაკდებდი. არა.
მაშინ სახლიდან არ გამოაგდებდნენ მეზობელთან რომ არ დაწოლილიყო. მეზობელზე არ ამბობ. მაღაზიის გამყიდველთა სექსის სცენას უგულისხმობ არ იჩქაროთ. უბრალოდ დაფიქრდით მაინც. შემიზარა ამ ეპიზოდმა. გულზიდვა მოგსახლაც რომ ახსენდება. ვინმე გყავთ პროტოტიპი. თქვენ შექმენი თუ მართლა არსებობს ეს კაცი. რა თქმა უნდა არსებობს. ისევე როგორც თქვენი მეუღლე არსებობს და თქვენი შვილები. არა, ისინი არ არიან. არ მეგონა თუ მამის ახსნა დამჭირდებოდა თქვენთვის. კი, ანდრეი, სერგი და თომ არიან, მიპასუხე. არსებობს ის კაციც. კი. ვინ არის? ნუკრი. ჩემი მეგობარი. არის ის ხომ ასე რომ წერ? დღეს წავუკითხო. რა უნდა წავუკითხო რა? დღეური? მანანა, შენ წარმოსახვის უნარი არ გაგაჩემი. წერ დღეურებს ისევე როგორც ბავშვობაში წერდი და ამატებ მითოლოგიურ არსებებს. მიპასუხე. აქვს თუ არა ნუკრის ზურგზე გრძელი ჭაღარატმა ჩაშავებული კბილები ცხენიანი ხანი შარვული შიგნით დაწვია თუ არა რეიტუზი პირის თუ არა ორგაზმის დროს მიპასუხე. ბიბიგრია რა შეიძლება და რა რეაქცია შეიძლება კონდეს მას რომ წაიკითხავსო და წარმოსახვის უნარი ჩარდება მე თუ გადაჩნი. სულ წინე ჭირდება მარტივი მისამხედრეა მანანა. მეშინია წინის დასრულება დასასრული არა. ეს რაღაც საშინელების დასაწყისია. ხვდები ამას გაუძლებ. ბავშვობის ტრავმებს გაურვიხარ და რასაც მემაბარალებს ზუსტად იმავეს უკეთებ ჩვენ შვილებს. ისინიც მონსტრებად იქცევენ. საშიშია ეს ქალი ყველაფერზეა წამსვლელი. შეშია რომანის მთავარი გმირი. ამ ქალს ყველაფრის ეშინია, ყველაფრის. შიშმა ჯაუკლა სიყვარული და დაამახინჯა დახადა ამ მანანა დაკავა რაღაცა, რომელიც სულ სხვერპლის ზემაშია, სულ ნადირობს. ღმერთს ცოცხლად იხენებს ყველანაირ სიტუაციას თავის სასარგებლოდ. რა საკითხია? გონი ფინალი მოვიფიქრე. გმადლობთ. მე ფინალი არ ცდებით. ფინალისთვის მოხდია. მე ვასო. და შენ ის თავის ჩამხრჩობის სცენას ნომატარგმნინებმე.